ჰორორებიც არის, მაგრამ ყველაზე კაი მაგალითი ალბათ არის Radiohead-ის კლიპია. სიმღერის სათაური არ მახსოვს რა, მაგრამ ბევრს გეცოდინებათ, იმიტომ ჩვენ ეგეთი მაყურებელი გვყავს, გემოვნებიანი. Radiohead-საც უსმენენ და სიმღერას ეგრევე მიხვდებიან და უეჭველი უკვე ბევრი მიხვდა ასე ვამბობ. კლიპია ეგეთი Radiohead-ის, რომ ესენი უკრავენ ზემოთ სახში. და ქვემოთ ქუჩაში ხალხი დადის და უცებ ერთი ტიპი იჩდება წევს რა ძირს. პროსტა ქუჩაზე წევს ერთი ტიპი მოდის ყავით და ფეხს წამოკრავს. რაღაცა წაიქცვა მოტრიალება და ტიპი წევს პროსტა რა. ეს მივარო. როგორ გითხარო და ირონა კიო, მე ბრაზდება ეს ტიპი, რა წავხარო ქუჩაში რა წამოწექიო, ხო გაგიჟდიო შენ. და ირონა დამანებელდა ვერ გეტყვიო. მე ეს ტიპი ეკითხება რა სკეო, ვერ მეტყვიო, მითხარიო და ეს კლიპის პროცესში იწერება ქვემოთ ტექსტი, რომ დაასბაზრობენ. ვერ გეტყვიო შანსი არ არის. დაგინდოფო და არ გეტყვიო რა ხდება. და ეს იძაბება ეს ტიპი რა და მე ხალხი იკრიბება გარშემო, ბევრი ადამიანი შემოეკრიბება უკვე და ყველა ეკითხება რომ გითხარიო რა რაშია, რატო წევხარო რა ხდება. ჯასტ ქვია სიმღერას. ხო. არა ვერ გეტყვიო ესო და ბოლოს ისე შეულაგებენ ტიპს რომ კარჩო კაი რა მიტრაკეთო საქმეო და ეს წევს ხილის უდოს. აი გეტყვითო მაშინ რა. ნუ უნდა ღმერთმა მაპატიოსო რომ ამაზე გაგწირეთო და ესე იმას გენითო და იწყებს ლაპარაკს და ამ დროს იასნია არ ეწერება არაფერი, კაცმა არის რას ლაპარაკობს და შემდეგ კადრი გადადის ისე Tom York-ზე, Radiohead-ზე უკრავენ და მე კადრი ბრუნდება უკან და ყველა წევს უკვე, ყველა ესე წამოწევს. არის ხოლმე კიდე რაღაც ფილმები ეგეთი რომ აი რაღაცაში რომ შეიხედავს ტიპი და ცხოვრება რომ შეეცვლება გაფიქრებული რომ გამოხედ. აი ეგ არის ქართული ფეხბურთის შიდა სამზარეულო მეეჭვი მაქვს რა, რომ ჩავარ. რატო რო იცოდე რეები ხდება ქართულ კლუბებში, რაც არ ხმოვანდება, მართლაც სულ გახდება. აი, მაგის მომინდა. რაღაცები ვიცით. რაღაცები რო ვიცით, აი ზედაპირიდან რო ვიცი რაღაცები. და აი რომ შინითო ჩამახედონ. აი ბოლომდე რო კარი გააღონ და მოთი შეხედება. აი ალბათ გამოვალ ჭაღარა ბოლომდე თეთრი. იმას არ იტყვი რომ ფინანსები არ არის და მაგით ვერ გავიგოთ და ყველას ბოლო პრობლემა იქნება. ბოლო პრობლემა იქნება უეჭველი, იმიტომ რომ ისეთები გამიგია. რომ რაღაცებს სისხლის სამართლის დანაშაულია პირდაპირ რაც გამიგია. ოღონდ აი ხვდებით სახელი და გვარით კი არ გამიგია, მაგრამ გამიგია ვიღაცის უთქვამს რომ აი ამან ეს ქნა, ამან ის გააკეთა მაშინ. ვერანაირად ვერ დავამტკიცებ მე, ვიღაცებს ნათქვამი აქვს. რატო? წლების განმავლობაში. ბოდიში Radiohead-ი ახსენე და გემოვნებიანი ის. ეგენი არტილია? ეგ სხვანაირი ტირილია კაცო. ტირილი განსხვავდება. Radiohead-ის ტირილი არის როგორი ტირილია, იცი? აი ნახე Radiohead-ზე Coldplay-ის ტირილები, ხო? გეშეგადარ შევადარებ ახლა ორივე სტილს. Radiohead-ის ტირილი და Coldplay-ის ტირილი. Radiohead-ის ტირილი არის რომ ტირიან ესენ რო უსმენ გზნობ რომ იარაღი გიახლოვდება რა და ის შეიძლება იარაღი მოგადონ საფეთქელზე. Radiohead-ის. ო, ანუ დეპრესიული და თავის მოკლის სურვილი და ესეთი. Coldplay-ის ტირილს რო უსმენ გზნობ რომ ჭუჭუ გიახლოვდება რა და შეიძლება პირში გატაკონ შეჩემ, იმიტომ რომ ეგეთი ტირილი აქვს იმათ Coldplay-ის. აი გარი ორი განსხვავება Radiohead-ის და Coldplay-ის ტირილებს. ნები ძალიან გამიხარდება. რომელზე გატაკო. მე გეუბნები მაგათი მუსიკიდან რას დაბეჭება მჭება თქო. Radiohead-ი არის უფრო დეპრესია და უბედურება და აი ცხოვრება ესეთი უსამართლოა და ესეთი ცუდია და ის და ის არის აი რაღაცა. ნახე რომ ისა რა ქვია. Coldplay-მა იმღერა half-time show-ზე? ნახე. ჯაფარა მომწერა ტატო რაღაცა ტატო. რა ტურნირიც იყო ისეთივე ტატო გაგიჟდებაო თუ რაღაცა მომწერეთ მეთქი ანუ ლაპარაკობთ აღარც უყურებდი ხე half-time show-ს თუ რაღაცა და გავიხედე და ეს კრის მარტინი ვიღაცას უწოვდა.